Diamstokis მეგობრებო. Marshrutkam გამასწროს სამწუხაროდ. თბილისში საშინელი ამენტია. საშინელი, საჩამოიქცა ჩვეულებრივად. ხოლგაც მიმაქვს. ვიფიქრე რომ გამოვუსწრებდი, მაგრამ გამასწრო. რაც ნიშნავს იმას, რომ აგვიანდი. სადანადოთ რა თქმა უნდა არ გამოვიყურები, ბოდიშს გიხდეთ ჩემესთი ვიზუალის გამო. უბრალოდ ძალიან მძიმე დღე გქონდა გუშინ სრულიად სამეზობლოს და სამეზობლო არ არის შური სამეზობლოები, რომ არიან რაღაც იქითა ქუჩა და აქეთა ქუჩა. ჩვენი აქ ორნაბიჯი ადამიანები მოხდა საშინელი ბედურება და გვაგვიყვა სატარა ბიჭი. იმ ბიჭის შვილი, ვინც წლების წინ დავკარგეთ, როცა ვამბობდი სამი ბიჭი ერთად გამოგვეცალა ხელიდან, თქო უახლოესი მეზობლები და მეგობრები ერთ-ერთი ჩვენი ნეტოს ბიჭია. ძალიან მძიმე ღამე მქონდა, ძალიან არ ვიცი დღეს როგორ უნდა შევძლო მუშაობა, ჩემთვის ძალიან რთულია. მაგრამ შევეძლო. ჩვენს უბანში ძალიან ბევრი ბიჭი დავკარგეთ სამწუხაროდ. მე ხშირად ვამბობ, რომ არ ვიცი რა ჭირს უბანს, თქო ბიჭმა ვერ გაიხარა უბანში. ხელიდან გვეცლებიან ეს ალბათ უკვე მეშვიდეა. გუშინ ვიყავი ჩხოროწყუში. და იქიდან რომ მოვდიოდით, მაშინ გავიგე ტრანსპორტში ეს ამბავი. ძალიან ბევრი ვიტირე. ძალიან ცუდად გავხდი. დღეს მივიდივარ სამსახურში. ეს არის ცხოვრება, რომელიც მიდის და ჩვენ უბრალოდ მიყვებით. გამოვედი სამსახურიდან. 10 ხდება. ეს შეძლელი მუშაობა. თავის თავადობის ცრემლები ისე რომ ძალა არ მაქვს საერთოდ. პლუს ამას საერთოდ არ მძინები, ამიტომ მოკლედ წამოვედი. არავინ არ უცით როდის ვის დაგჭირდება გვერდში დგომა. მადლობა ჩემს თანამშრომლებს, რომ მაცნაირად გადაინაწილებენ და ჩემს მაგივრობას, რაც მე უნდა მეკეთებინა, სხვები გაიყოფენ, ესე რომ ვთქვათ. ჩემნაირი ემოციური ადამიანისათვის
ზედმეტად ბევრი რამ მოხდა ჩემს ირგვლივ. ისი გაძლებაც ადამიანური თვალსაზრისით ძალიან მიჭირს. ხო, თავი ხელში ავიყვანოთ ყველაფერი, მაგრამ დღევანდელ დღეს ეს არ შემიძლია სამწუხაროდ. ძალიან მეხმარება საუბარი, აი ხა ეს კომუნიკაცია, სადაც მარტო საუბრობ და ვამბობ იმას, რაც მინდა, რასაც ვცნობ, რასაც ვფიქრობ. ერთგვარი თერაპია. სახლში ვარ, ცოტა მეძინა. გული მაქვს ძალიან აჩქარებული, ძალიან ვერ დავისტაბილური, ასე რომ ვთქვათ. ცოტა ხანში, რომელია საათი? საათი ნახევარში დაახლოებით გადავალთ. დავუვეკე ჩემ გოგოებს მეთქი რა შვებით სამსახურში. ძალიან რთულია ხალხო ესე ჯგუფის დატოვება, რა თქმა უნდა ეხმარებიან, მაგრამ ძალიან რთულია. და ძალიან რცხვენია ხოლმე, როცა მიწევს, ასე ვთქვათ. წამოსვლა უბრალოდ, ჩემს სიკვდილს მართლა არ ქონდა აზრი, იმიტომ რომ ადამიანის იერსახე მართლა არ ქონდა. ხვალინდელი დღე არის დასვენების დღე ოფიციალურად. და ხვალინდელი დღე იქნება იმისათვის, რომ ძალები მოვიკრიბო და შევუდგე საქმეს, იმიტომ რომ სამსახური. არც ერთ ბავშვს არ აინტერესებს შენ. იმიტომ რომ ეს ბავშვი დღეს რომ დამინახეს, უნდა გენახათ მათი რაღაცნაირი გაოცებული სახე, იმიტომ რომ დილით უცებ ვინც მოვიდა რა. იმიტომ რომ სახე არ მქონდა, ვიყავი უემოციო და მივხვდი, რომ ჩემს იქ მისვლას და ყოფნას საერთოდ არ ქონდა აზრი. რაღაცნაირი ხველა მაქვს ხალხო, როგორც აი შიგნიდან რომ გახველებს, რაღაცა ბრონხები რო გაქვს, რა ქვია პრობლემა და აი რაღაცნაირი ხველა რო გაქვს. ასე ეგეთი ხველა მაქვს, ჩხორო წდა რომ მოვდიოდით, ეს ამბავი რომ გავიგე მარშრუტკაში. დამეწყო კანკალი, მციოდა ძალიან. ღამეც ვერ ვიჩერებდი კანკალს, ანუ ისეთი სიცივე მქონდა და ღამე ძალიან გვიანობამდე ვიყავით გარეთ, იყო ქარი, სანამ ნიკას მოსვენებდნენ, იყო ღამე, პირველისკენ დაახლოებით ქრო და საშინელი ქარი, რაღაცნაირი სიცივე იყო. მიუხედავად იმისა, რომ მეცო ვფიქრობ, რომ გუშინ ცოტა შემცივდა. დღესაც მთელი დღე ამცივა, მთელი დღე მაკანკალებდა. ახლა აღარ მაკანკალებს, მაგრამ რაღაცნაირი ის მაგაიო გაციებული რო ხარ ეგეთი შეგრძნება კი არა გაციებული. ხო და დღეს ხო ჩამოიქცა ცა, იმდენი იწვიმა ხალხო. ჩამოვიდა ცა, დაბლა ჩამოვიდა რა. ძალიან მძიმე იყო.
გუშინ დედაშვილის შეხვედრა. როცა მოასვენეს ძალიან მძიმე იყო. შორენა გასაკეთებდა საერთოდ და რა მდგომარეობაში იყო ალბათ წარმოდგენის დონეზე რომ წარმოვიდგინოთ, იმასაც ვერ წარმოვიდგენთ, რა თქმა უნდა, დედაა და და აი იშვიათად მემართება ხოლმე, რომ რაღაცა ისეც გავიგებ, რაც მანადგურებს, რაღაცნაირად შინაგანად რა. აი ხო არის, რომ რაღაცა ფრაზას გაიგებ, რომელიც ძალიან დიდ мотивაციას გაძლევს, რაღაცა ფრაზას გაიგებ, რომ აი გული გაგითბება, აი რაღაცა ფრაზას ხო ხვდებით. ისეთი ფრაზა უთხრა შვილს, აი დავიშალეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ქონდა ისტერიკა, სასწრაფო რა თქმა უნდა სულიკ იყო. და მე თქვენ გეტყვით იმ ფრაზას. შენ მომიკვდე შვილო. შენ მართლა მომიკვდე შვილო. მეკითხე. ძალიან უსამართლოა ზოგადად ეს ცხოვრება. ძალიან და არ ვიცი რატო უკარგავთ ამდენ ადამიანს. ძალიან ბევრი ადამიანი იკარგება. ძალიან ბევრ ადამიანს უკარგავთ. აღარ ვიცი მე რამდენია, მე6, მე7 ბიჭი ვინც უნდა გავაცილოთ ჩვენი პატაწყნა უბნიდან. ოღონდ აი ძალიან ახლო ვიწრო მიდამოებიდან დავკარგეთ ეს ამდენი ბიჭი და რატო გუშინ ერთმანეთს ვეკითხებოდით რა მეჭირს უბანს? რა ჯადუ აქვს უბანს გაკეთებული, რომ ბიჭმა ვერ გაიხარა ამ უბანში? რა ხდება ხალხო ამ უბანში? ამდენი ტრაგედია, ყოველ წელს ამდენი ტრაგედია, აი რა ხდება? არ ვიცი, ვერ გავიგე, აი მე როგორც მცირე ადამიანი სიკვდილთან უცლური ვარ ხოლმე და თავის ხელში აყანა ძალიან მიჭირს. ზოგი წავა, დღეს გააგრძელებ სამსახურში არ შემეძლე, ვერ შევძალე. იმიტომ რომ თან ეს ბავშვი ხო ნოდოს ბიჭია, რომელიც ჩვენ დავკარგეთ და ჯერ მისი მონელება ვერ შევძელით. მისი დანატოვარი იყო და ალბათ ორმაგად კიდე მტკივნეულია. მტკივნეულია ის დედა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა შვილებისთვის. ახალგაზრდა გოგო, რომელმაც მართლა ყველაფერი გააკეთა შვილებისთვის. ძალიან ცოდვა ის პატარა ძმა, რომელსაც ნიკა ზრდიდა და მამობას უწევდა და ძმობას ერთად. ძალიან რთულია ბებიისთვის, რომელიც ზრდიდა ამ ბავშვებს. ძალიან ძნელია ბიძისთვის, რომელიც ცხოვრობდა, ერთად ცხოვრობდნენ და მის თვალწინ იზრდებოდნენ. ყველა ცოდვა. ისეთი რაღაცები ხდება ცხოვრებაში, რომ თითქოს მსაუბრა არ გაქვს რა. აი, ამის მსაუბრა როგორ უნდა გქონდეს? გასაგებია, რომ ყველა მივდივართ ამ ქვეყნიდან და ასე შემდეგ, მაგრამ ასეთი პატარა
დიდი მადლობა, ვინც მივუყურებთ. ხვალ ლოგი არ იქნება. რა თქმა უნდა, მე ისე დავუბრუნდები. და დავუბრუნდები იმ რუტინას, რაც ცხოვრობთ ცხოვრება. ყველა დავუბრუნდებით. უმრავლესობა დავუბრუნდებით უბანში, ვინც ვართ ადამიანები, ესეთი შოკირებულები. და ცხოვრება გრძელდება. თუ იმ ლოგიკას გავყვებით, რომ უფალსაც კარგი უნდა იქ თავისთან, მე ეგ სიტყვები არ მომშვიდებს. დროებით.